ვარჩით ყველას განსაკუთრებული მადლობა ჩამოსულებს, ვინც აი ასეთი მძიმე კლიმატური პირობების მიუხედავად ჩამოვიდნენ სოფლებიდან და არც შეეშინათ და არც დაეზარათ, რომ ეთქვათ სიმართლე იმ მდგომარეობის შესახებ, რაც ეხლა ხდება იმ რეგიონებში, სადაც აპირებენ, ასე იგი, რომელთა წყლით დაფარვასაც აპირებს ჩვენი ხელისუფლება. ეხლა მინდა გითხრათ, რის კონტექსტში ხდება დღევანდელი კონფერენცია. როდესაც უკვე გამოიხატა, რომ ესე იგი რაღაცა საიდუმლო გარიგებები მიდის და ეს საიდუმლო გარიგებები, ესე იგი, ეხება სწორედ ისეთ ჰესებს და ისეთ ტექნიკურ ნაგებობებს, რომელიც ვისაც კი ოდნავი გრძნობელობა აქვს ბუნების და ვისაც ოდნავი ეკოლოგიური განათლება აქვს, მან იცის ეს რას უქადის საქართველოს. დღეს ეს არის ყველაზე დიდი საფრთხე. იმიტომ რომ ბუნების განადგურება ეს არის შეუქცევადი პროცესი, ეს არ არის ჩავარდნილი განათლების რეფორმა, რომელიც შეიძლება გამოასწორო, ეს არ არის ასე ვთქვათ დაქვეითებული კულტურა, რომელიც შეიძლება ამოქაჩო და ასე შემდეგ. ეს არის შეუქცევადი პროცესი. აფეთქებული მთა, განადგურებული მდინარე, მკვდარი ტბა და ის მთელი ეს პროცესები რაც ხდება, ამას ვერავინ ვერაფერს ვეღარ უშველის. იქ მთავრდება სიცოცხლე, სასიცოცხლო სივრცე ისპობა და ჩვენ შვილებს ყველანაირად განადგურებული ქვეყანა ხომ დავახვედრეთ, ჩვენ სასიცოცხლო სივრცეს არ ვუტოვებთ, სადაც შეიძლება ისინი გადარჩნენ და ისუნთქნონ და ცოცხალები დარჩნენ. როდესაც ეს გაცხადდა, ეხლა აქ არაფერ სხვა ინტერესებზე ლაპარაკი არ არის, მე თავს ვერ მოვიტყო, ვერ თქვენ მოგატყუებთ, რომ თითქოს აქ არის რაღაცა ეკონომიკური თეორიები და რაღაც. აქ არის გაყიდვა ქვეყნის, სხვა არაფერი, ლაპარაკია ფულზე, მეტი არაფერზე, როგორც იყიდება საძოვრები, იალაღები, სოფლები, როგორც იყიდება ყველაფერი, ისევე იყიდება დღეს აი ეს ჰესები, მდინარეები და ყველაფერი, რისი გაყიდვაც შეიძლება გაიყიდება. თქვენ ძალიან კარგად იცით. იყიდება ყველა შენობა, რომელიც შეიძლება რაღაცა ფასის მატარებელი იყოს და ასე ხდება დღეს ეს ეკოლოგიური კატასტროფის მომზადება, რომლის წინაშეც ჩვენ ვართ. ამიტომ კავკასიური სახლის ინიციატივით რამდენიმე ხნის წინ, როდესაც ესე იგი, ძალიან აუტანელი გახდა უკვე ეს ყველაფერი და მართლა უკვე განგაშის ზარი, აი ჩემში არის ეს ყოველწუთს ეს განგაშის ზარი, იმიტომ რომ მე ჯერ ჩემს შვილის შვილებს ვერ უყურებ თვალებში. პატარა ბავშვებს, რომელსაც მე არ ვიცი სად უნდა იცოცხლო და სად უნდა ისუნთქო, სამშობლო არ დაუტოვეთ ჩვენ მაგათ. უბრალოდ კავკასიური სახლის ინიციატივა იყო ეს, როდესაც მე მიუმართე პირადად და ჩვენმა ორგანიზაციამ ყველა გარემოსდაცვით ორგანიზაციას და ყველა ადამიანს, ყველა მოქალაქეს, პოლიტიკოსი იქნება თუ ვინც იქნება, რომ მოდი შევქმნათ სივრცე, რომელსაც დავარქმევთ შერიგების სივრცეს. მიუხედავად პოლიტიკური პოზიციებისა და განსხვავებისა, ჩვენი სიმპათია, ანტიპათიისა, შეიძლება იყოს ხელისუფლების წარმომადგენელი, შეიძლება ოპოზიციის, შეიძლება რისაც გინდათ, მაგრამ ამ სფეროში მაინც გავერთიანდეთ. ეს ხომ ცხადია ხალხო, ვინც არ უნდა იყოთ, ეს ხომ ცხადია, რომ წყლით იფარება 2000 რამდენი მითხარით შემახსენე, ახლა ჰექტარი მიწა. ესე იგი, ამდენი დავკარგეთ, 20% ტერიტორიის დავკარგეთ, დანარჩენს წყლით ვფარავ, დანარჩენს ვაფეთქებ და ვყიდით, ხო? ესე იგი, ამაზეა ლაპარაკი, ამას არავითარი ლოგიკა, ბერი და ფილოსოფიური მსჯელობა და ინტელექტუალური კუნთების დაძაბვა ამას არ ჭირდება. საქმე არის ასე, ხო? ჩვენ ხო ვართ დედები და მამები პირველ რიგში, ხო? აი ამ დედებს და მამებს მოუწოდებ პირველ რიგში. გავერთიანდეთ ამ სივრცეში, რომელსაც დავარქვით ჩვენ შერიგების სივრცე, ბრძოლა უსაფრთხო მომავლისათვის. ეს არის ზოგადი, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს გადასარჩენი ტყეები და ყველაფერი. თქვენ კარგად ვილაპარაკეთ, აი ტყეები, რა საშინელებაა, ხო? ეს არის პირდაპირ სიცოცხლის ხის მოჭრა, ხო? მაგრამ რადგანაც ეხლა ჰესებია პირველ რიგში წამოწეული წინ ეს პრობლემა, ხო? ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ასე თქვათ, სათაური გაგვეკეთებინა და დავარქვით, ესე იგი, საზოგადოებრივი კამპანია უსაფრთხო ენერგეტიკა სიცოცხლისათვის. ენერგეტიკაზე შევჩერდით ახლა. ბატონებო, თქვენ ყველას დიდ პატივს გცემთ მე. მე ვიცი, რომ ყველა იმიტომ მოხვედით, რომ გაწუხებთ ჩვენი ქვეყნის ბედი და ძალიან კარგად ხვდებით ჩვენს უბედურებას, რომელსაც უკვე სახელიც აღარ აქვს. აქ რაზეა, იცით ბატონო ლაპარაკი, თქვენ, რომელიც ბრძანდებით ინჟინერი, ხო, ენერგოინჟინერი, ან ენერგეტიკის წარმომადგენელი ბრძანდებით. მე თქვენ ვერ გასწავლით თქვენ სფეროში, როგორ უნდა აშენდეს ელექტროსადგური. ეს არის თქვენი კომპეტენცია. ხო, მაგრამ ის ელექტროსადგური რა გავლენას მოახდენს ბუნებაზე, ეს არის უკვე სხვისი კომპეტენცია. აი, ამაში უნდა
მივხვდეთ. თქვენ აბსოლუტურად მართალი ხართ, როცა მეუბნებით, ასე უნდა გაკეთდეს ეს. კი ბატონო, მაგრამ მე გეუბნებით, აი ეს რა გავლენას ახდენს მე ადამიანზე, კულტურაზე და ბუნებაზე. ეს არის უკვე ჰუმანიტარული სფერო, ეს არის ბიოლოგია, ეს არის ქიმია, ეს არის გეოლოგია და ეს არის ის, რაც ადამიანის სულს შეისწავლის. ნუ დაგვავიწყდება, რომ ადამიანი არ არის მარტო სხეული, რომელიც იკვებება ფიზიკური საკვებით. ადამიანის სხეულში არის სული და ის არის მთავარი, როცა ის კვდება ყველაფერი დანარჩენი. ეხლა აქ იყო და ამავე დროს იქნება ეს მწვანეთა მოძრაობა თუ მწვანე ალტერნატივა თუ ასე შემდეგ. ნუ უყურებთ ასე ზემოდან. ამ ადამიანებს აქვთ პროფესიული ცოდნა ეკოლოგიაში და გარემოს დაცვაში და გაერთიანებული ყავთ თავიანთ რიგებში ენერგეტიკოსებით, იურისტებით და პროფესიონალი ადამიანები. შედარებით ახალგაზრდები არიან, ხო, ჩვენთან და ბევრი ძალიან ახალგაზრდა, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო დღეს განსაკუთრებით მწვანე ალტერნატივას, იმიტომ რომ დიდი ჯაფა გასწია ამის ორგანიზებისთვის, ამ ღონისძიებისთვის. ხო და ამ ახალგაზრდების შრომა ეხლა და აი ეს ნერვების წყვეტა და ამხელა ძალებთან შეპირისპირება. უნდა დავაფასოთ და პატივი ვცეთ ჩვენ შედარებით უფროსმა თაობამ, რომელმაც აი ეს ქვეყანა დავახვედრეთ მათ. და მე ყოველთვის მაქვს ხოლმე გარკვეული დანაშაულის გრძნობა ამ ახალგაზრდების წინაშე, რომ მათი თავშესახლელი გახდა ეხლა ყველაფერი. თუმცა შეგახსენებთ, რომ 24 წლის წინ სიცოცხლე ჩავაქციეთ მე და ჩემო მეგობრებმა მწვანეთა მოძრაობის ფარგლებში აი ამ ესე იგი ბუნების განადგურების წინააღმდეგ ბრძოლაში. აი მართლა დავიხარეთ. და დღეს კარგად გაიხსენდა ბატონმა ვახტანგმა. როგორ გონდა კაცო, ხუთად ესე მაინც გადავჭერით ეს პრობლემა და ეს მაინც გავაკეთეთ, რომ გიგანტური ჰესები არ უნდა აშენდეს და ამ ხელა სარკეებით არ დაიფაროს, რაზეა ლაპარაკი. ამას რაც უნდა რაიმე სპეციალური ცოდნა. წყალში რომ არ უნდა ჩაიძიროს ხეობები და ბუნება და სოფლები ხალხო და ხალხი არ უნდა აყარო როგორც შახაბაზივით და არ უნდა გადაასახლო და თავის მამაპაპის კერასა და საფლავებსა და ეკლესიას არ უნდა მოწყვეტო. ამას მსჯელობა უნდა გეკითხებით, მე ხო სიგიჟია. და ესე იგი აი ეხლა იმას ვამბობ მე სწორედ რა ისე უბრუნდები იმას რომ დავიხარეთ ამაში და ეხლა თავიდან გამიხდა ყველაფერი საბრძოლი და მე უკვე იმას აქში ვარ იცით რომ ისე იმდენი ენერგია ჩავდე ამაში რომ სპეციალურად შევისწავლე ესე იგი ენერგეტიკა, ჰესები, ეკოლოგია, გარემოს დაცვა, თუმცა მე ვარ მწერალი გერმანისტი და ეგ ჩემი სფერო სულ არ იყო. მაგრამ და დავწერე 99 წელს ესე იგი დიდი ნაშრომი ტექნოკრატია, ეკოლოგია, პოეზია, რომელიც გამოქვეყნდა და ეხლაც ინტერნეტში დევს და ყველაფერზე იქ მაქვს მეცნიერების აზრი მოყვანილი და დიდი მოაზროვნეების რომლებიც არიან წამყვანი მოაზროვნეები ევროპის. ესენი არიან ფილოსოფოსები, სოციოლოგები, ბუნების მკვლევარები, მომავლის მკვლევარნი და ასე შემდეგ. უფრო დიდი ადამიანები არ არსებობენ. და ჩვენ ყავდა კიდე ძალიან დიდი ადამიანი, ზურაბ კაკაბაძე, დიდი ფილოსოფოსი, რომელმაც ეს ყველაფერი იწინასწარმეტყველა და გააანალიზა, რა მოყვებოდა ბუნების ასეთ ბარბაროსულ განადგურებას საქართველოში. და ეს ყველაფერი წაიკითხეთ იქ ახლა მე მაგაზე ვეღარ ვილაპარაკებ, იმიტომ რომ ყველაფერს აქვს ძალიან დიდი არგუმენტი, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობთ. უბრალოდ რა მაინტერესებს იცით, როდესაც ამბობენ რომ პროფესიონალები არ ახართ, აი კიდევ მეორე პროფესიონალები არ ახართ და ჩვენ ვართ პროფესიონალები, ენერგეტიკოსები და ასე შემდეგ. აბსოლუტურად კარდინალური საკითხი იყო აქ დასმული. რა იცით, რამდენი ელექტროენერგია გჭირდებათ იმ ქვეყანაში, რომელსაც ეკონომიკური განვითარების კონცეფცია არ აქვს დღემდე. რა იცით, როგორ ეკონომიკას ავითარებთ თქვენ? ენერგოტევადი დარგები გვინდა ჩვენ, ასეთ ქვეყანას თუ მეცნიერებადევადი დარგები. თუ თქვენ გონიათ რომ მეცნიერებას ფული არ შემოაქვს ქვეყანაში, ძალიან ცდებით. როგორი ქვეყანა გვინდა ეს ვერ დავადგინეთ, ეს მესმის სულ 30 წელი სულ ამაზეა ლაპარაკი და ვერ გავიგე. მაინც იმიტომ რომ არ აწყობს იმ ხალხს, რომლებიც არიან ხელისუფლებაში, არ აწყობს რომ რაიმე კონცეფცია გქონდეს ჩვენ. არა, რაიმე კონცეფცია. ერთი არის ზოგადი კანონი, რომელიც შეიმუშავა მოწინავე აზრმა, მეცნიერულმა. აი ამას უნდა დაუჭიროთ ყველა მხარე. გია ერთი წუთი თუ შეიძლება. ეს არის ზოგადი კანონი. ეკონომიკა ექვემდებარება ეკოლოგიას. თუ ჩვენ ამას არ დაუჭიროთ მხარი, ჩვენს კაცობრიობამ უკვე შეაბიჯა ეკოლოგიური კატასტროფების ეპოქაში. ფაზა არის დაწყებული ეკოლოგიური კატასტროფების და მთელი ენერგია
ეკონომიკა ჩვენ უნდა ხმარდებოდეს იმას, რომ ეს ავიცილოთ თავიდან და ბუნება დავიცვათ. იმიტომ რომ ბუნებიდან მოვიდა დარტყმა, რადგან ჩვენ ეს ბუნება გავანადგურეთ. და მე ამაზე აღარ გავიგრძელებ სიტყვა. ამ ეპოქაში როგორ შეიძლება იყოს რაიმე სხვა იდეა. სულ ამაზე ვლაპარაკობ, რასაც 30 წლის წინ ვლაპარაკობდით. ეკონომიკა ექვემდებარება ეკოლოგიას და შესანიშნავი ეკონომისტები იყვნენ მაშინ. გაგახსენებთ მე თქვენ ის ახალგაზრდა თაობა ეკონომისტების 90-იან წლებში ის არის დათო ადეიშვილის ის ახლა აქ ჩვენთან შესანიშნავი ეკონომისტი, რომელმაც მაშინ შეიმუშავა მწვანე ეკონომიკური დოქტრინა. საქართველოს უნდა იყოს მწვანე ქვეყანა, ეკოლოგიური ქვეყანა. ჩვენ უნდა გქონდეს სწორედ ეკოლოგიური, ანუ მწვანე ეკონომიკის დოქტრინა. ჩვენ სხვანაირად ვერ გადავშევით, მაგრამ ურთულესი ეკოლოგიური ინფრასტრუქტურის ქვეყანა. ეკოსისტემების, ხო, მიწისძვრების ზონა ვართ. რა გვინდა ხალხო, იმდენი ხანი უნდა გამოვიწვიოთ ეს სამყაროს ძალები, სანამ თავზე არ დაგმხობა ეს ქვეყანა. ყველაფერი აქტიურებს მიწისძვრებს, მის პროვოცირებას ახდენს, მთებში აფეთქებები, ამხელა წყალსატევები, ამხელა წნევა და ასე შემდეგ. მე მაქვს ესე იგი, მაშინდელი ჩემი გამოკვლევებიდან, ეხლა არ წაგიკითხავთ, რამდენ კაშხალზე მოხდა ავარია. რატომ ალავენ ამას? როდესაც ლონდონის კონფერენციამ ჯერ კიდევ 90-იან წლებში გამოაქვეყნა სია, რომ ყოველ წელიწადს კაშხლებზე ავარიები ხდება და რამდენ კაშხალმა გამოიწვია ეგრეთ წოდებული პროვოცირებული მიწისძვრა, რატომ მალავთ ამ ინფორმაციას? ჩვენთვის ეს არის მთავარი, რომ მიწისძვრებმა არ გავანადგუროს და თავზე არ დაგვამხოს ეს ქვეყანა. და კიდევ ჩემო კარგებო, ერთი გზა, რომელიც გასული საუკუნის 60-იან წლებში იყო უკვე დადგენილი, ეს გახლავთ, რომ აუცილებელია მომჭირნეობა. ეკონომიკური მომჭირნეობის გარეშე აღვირახსნილი უსასრულო სურვილების პირობებში ვერც ერთი ქვეყანა ვერ გადარჩება, იმიტომ რომ ბუნება არ არის უსასრულო ენერგიებს ვეღარ მოგცემს ამდენს. აი ეს გაჩახჩახებული პოლიციის შენობები, ეს გაჩახჩახებული აღვირახსნილი დროსტარებები, ამდენი ხარჯვა ენერგიის უკმად, უაზროდ. აი სწორედ ამას უნდა მივხედოთ, რომ ჩვენ აუცილებლად ისე როგორც ყველა ქვეყანას, მათ შორის ძალიან განვითარებულებსაც დასჭირდება ცხოვრების წესის შეცვლა და ღირებულებების შეცვლა დასჭირდებათ, რომ ჩვენი იდეალი არ იყოს აღვირახსნილი ცხოვრება და ფუფუნება, არამედ იყოს ნეობრივი ცხოვრება, როდესაც ჩვენ გავუფრთხილდებით ღვთის ნაჩუქარ სიცოცხლეს. აი ეს მინდოდა მე თქვა თქვენთვის დიდი მადლობა რომ მომწართ. ბრძანებისთვის და მე იმედი მაქვს, რომ ეს დისკუსია გაგრძელდება და გაგრძელდება კონსტრუქციულად. ერთად ვიფიქროთ, რა გვინდა ჩვენ ყველას ქვეყნისთვის. ანუ იქიდან გამოდის ხარკი. სალაგი გამოიკეთა აქედან და მართლა გავს. აგი გაგიშე. ეგ რა იყო? ია გარლაპარაკე. გამაკაცმა ეს